გამარჯობა მეგობრებო, სამი ეგეთი საჭმელი, რომელიც კიბოს უჯრედებს არ ესიამოვნება. ეს საჭმელი თქვენ რო ჭამს, კიბოს უჯრედები ეუბნებიან, ეს საჭმელი ჭვენი არ არის და ერედებიან. ეგეთი უჯრედები, რომელიც არასასიამოვნოა, მაგისი განვითარების შემჩირდება. იმიტომ ბოლომდე უყურე ვიდეო, ეს რომელი საჭმელია, თან როგორ უნდა გაამზადო ეს სამი საჭმელი, რომ კიბოს რისკი, რომელიც დღეს მთელი საქართველოში გინდა მთელი სოფლიოში ძალიან მაგალი ციფრებით იზრდება. ერთი იშვიათი ნივთიერება ფალკარი ნოდის სტაფილოში მეგობრებო. ეს არის პესტიცაიდი, ბუნებრივი პესტიცაიდი, ანუ ღმერთმა მისცა სტაფილოს, რომელიც იცავს სოკოებისგან და ცუდი ნივთიერებისგან, რომ იმას არ შეჭამო. სტაფილოს რომ არ შეჭამო. მაგრამ კვლევები ჩატარებულია, რომ ეს ნივთიერება ადამიანსაც დაეხმარება ცუდი უჯრედების გამო. მაგარი ანტიოქსიდენტია და სპეციალურად კიბოს უჯრედებს არ მოსწონს ზუსტად ეს ნივთიერება. იმიტომ თქვენ შეგიძლია ყოველდღიური ცხოვრებაში ან ეგეთი ადამიანი, ვისაც უკვე აქვს ეს დაავადება, შემოიტანოთ სტაფილო თქვენი კვებაში, ისეთაც ჭამს, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა მეტი რო ჭამო. კიდე შედის ბეტა კეროტინი, რომელიც უფრო მეტად გადამუშავდება, როცა თქვენ ჭამს მოხარშული. დაბალი გაზზე უნდა მოხარშო სტაფილო, რომ ბეტა კეროტინი უფრო მეტი გახდე და ეს A ვიტამინის უფრო მეტი გამოხდება, ან მოხარშულის მერე, ვიდრე უმი ჭამის დროს. ეს ორივე ბეტა კეროტინი და ეს მეორე ფალკარინოლ ერთად კიბოს უჯრედების საწინააღმდეგო არიან. მაგაში კვლევები ჩატარებულია. კიბოს უჯრედებს უყვარს მეგობრებო ანთება, როცა მეტი იქნება, ის უფრო მეტი განვითარდება. და სტაფილოს ჭამის დროს, ჭამის მერე, როცა გააკვებაში სტაფილო, ანთება შემჩირდება. და ეს ნივთიერება მეგობრებო, ფალკარინოლ რა შვება? ჩვენი კარგი უჯრედებს შორს კომუნიკაციას ზრდის. ხო არის ბევრი კარგი უჯრედებია, შუაში ცუდი უჯრედებია და მაგათთან ომი მიდის. ამ ომის დროს კომუნიკაცია საჭიროა კარგი უჯრედების შორს. მოდი აქედან მოდის, მაგას მოკლას, როგორც ომის დროს. ზუსტად ამ დროსაც საჭიროა კომუნიკაცია და სტაფილოში ეს ნივთიერება რო შედის, კომუნიკაცია ზრდის. ნივთიერება მეორე საჭმელი, რომელიც ერთ-ერთი ექიმს არ მოსწონს, ეს არის ნიორი მეგობრებო. ნიორიში რო შედის ელისინი, ეს არის ჩვენი სასარგებლო უჯრედები რო არის, მაგის გამაძლიერებელი. მაგის ხაერში კი არ არის, მაგაშიც კვლევები ჩატარებულია, რომ ელისინი, რომელიც შედის ნიორში, ინახავს ჩვენი დნმ-ს. ანუ დნმ რო არ დაბერდე, დნმ რო არ მოუკვდე. მაგის შემცვლელი, ანუ პროტექტორი არის ელისინი, რომელიც შედის ნიორში. და ნიორი არის ბუნებრივი დეტოქსიფიკატორი, ანუ დეტოქსიფიკაცია, რომელიც აკეთებს ბუნებრივად. გოგერდი ხო შედის ნიორში, რომელიც ბუნებრივად შემოაქვს ჩვენი ორგანიზმიდან ტოქსიკები. თქვენ რო ჭამს ნიორი, შეჭვის დროს იკარგება ეს ელისინი, რა უნდა გააკეთო? 2 კბილი, ყოველდღე 2 კბილი დაჭერი და ჯანგბადის კონტაქტში დადე. დაჭერი, ცოტახანი დატოვე. მერე ცხელი წყალი დაისხი, დატოვე 5-10 თუთი, მერე ეს ჩაესავით შეიძლება დალიო. ან თუ ეს სუნი არ გაწუხებს, პირდაპირ დაჭერი, ენაზე ჩაკლაპე, ძევიდან წყალი დალიე. ეგეც შეიძლება. ერთი პოპულარული რჩევებია მეგობრებო, როცა ნიორი ჭამს ადამიანი თაფლთან ერთად. მაგრამ ეს ვიდეო რადგან სპეციალურად არის კიბოსთვის იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს აჩუქებს ეს დაავადება, არადროს კვებაში არ უნდა შემოიტანო ტკბილეული, ზედმეტი ტკბილეული. თაფლიც კი
თაფლში ისევე ისე ნახევარი შაქარია, ნახევარი ფრუქტოზა, რომელიც არ არის სასიამოვნო ჩვენი კარგი უჯრედების დროს, როცა ბრძოლა მიდის კიბოსთან. მესამე პროდუქტია, მეგობრებო, ბროკოლი. უფრო სწორად, ბროკოლის ქლორთები. აი ეს პატარა, როცა ბროკოლი შემოდის, ანუ გარეთ გამოდის. ჯეჯილი ხო გაგიგია, როცა ქორბალი არ არის ჯერ ამოდის, ჯერ ჯეჯილია, ისევე ისე ბროკოლია, sprouts ქვია ინგლისურად. როცა ბროკოლი, ჯერ ბროკოლი ძევით არ გამოსულია, მარტო პატარა-პატარა, აი ეგეთი სურათში რო ხედავს, ეგ არის. აქ შედის sulforaphain. ეს ნივთიერებაც იგივე ელისინისავით არის, რომელიც არ უყვარს კიბოს უჯრედებს. აუცილებლად თქვენ უნდა გააკეთო ეს პროცედურა სახში. ნებისმიერი საიტებში იყიდება მაგისი თესლები, მესამე დღე მოდის აი ეგეთი. დათესე, ნებისმიერი, როგორც ჯეჯილი თესავს, ზუსტად ისევე ისე. დათესე, მოჭერი მაგისი დააბლენდერი წყალთან ერთად შეიძლება დალევა ან სალათებში გამოგენება. sulforaphain ერთად-ერთი ყველაზე ძლიერი ეგეთი ნივთიერება, მეგობრებო, რომელიც დაგეხმარება ამ ცუდი დაავადებაში, ბრძოლაში. ეგეთი ადამიანი, ვისაც აჩუქებს, აუცილებლად უნდა გქონდე კვებაში. თუ ამას ვერ გააკეთებ, ჩვეულებრივი ბროკოლიც სასარგებლოა. იქაც შედის sulforaphain. არა აქვს საჭირო მაინდა-მაინც ეს წამო. ეს თუ გააკეთე, უფრო საუკეთესო, მაგრამ ჩვეულებრივი ბროკოლიც ყოველდღე რო კვებაში გქონდე. რამდენი უნდა ჭამო ბროკოლი, ბევრი ადამიანს ბერავს. შეբირილობა აქვს. მოხარშული ყოველთვის დაბალი გაზზე, მოხარშე, ერთი პატარა იქა შეიძლება ყოველთვის თქვენი ბოსტნეულთან ერთად ჭამო. საჭმელი ჭამის წინ ჭამე ყოველთვის. და ყოველდღე ჭამა შეიძლება ზოგი მეკითხება, რამდენი ხანი გავაგრძელოთ, სანამ ადამიანი არსებობს, ეს საჭმელია, როგორც პური, მაწონი, კეფირი, სხვა საჭმელი, ეგეც ერთ-ერთი საჭმელია, ყოველდღე შეიძლება მაგის ჭამა. როგორც კიტრი, პამიდორი, სხვა საჭმელი, იმ ბოსტნეულში მოიტანე sulforaphain, სადაც შედის ბროკოლში. ეგეც ჭამე კიდე მეგობრებო, როცა ადამიანს აჩუქებს ეს კიბოს დაავადება. კიბოს საჭმელი, ბევრი კვლევები ჩატარებულია, მეგობრებო, გლუკოზაზე უფრო მეტად ცხოვრობს ეს უჯრედები. ცადე, კვება უნდა იყოს ეგეთი, რომელშიც არ აჭამო შაქრიანი პროდუქტი. მაგრამ აქ ადამიანი ეცდება კიდეც ჭამს პური, მოხარშულები და ფიქრობს სწორი კვებაზე ვარ და კარგად ვიკვებები. ესე არ არის. ერთი ნაჭერი პური გინდა შავი იყო, გინდა თეთრი იყო, ისევე ისე არის, როგორც ერთი კოზი თეთრი შაქარი რო ჭამ. ცადე, ეგეთი დაავადება, როცა აქვს ადამიანს სხვა სემცლელობა, ან ქინოა ჭამე, ან გრეჩხა, უფრო წიწიბურა, რომ მე ეტყვიო, რა ვიცი, სხვა სიტყვა. ეგეთი საჭმელები შეიცვალე პურში. სულიკავი, ჯამთელი და ბედნიერი. იმედია მოგეწონება ეს ინფორმაცია, გააზიარეთ ყველა მეგობარში, გამოიწერე არხი, კარგად და ჯამთელად.